დიდი მოტივაციის, მეგობრობის და სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ უნდა გიამბოთ ახლა. ეს არის ისტორია ბავშვზე, რომელიც ძიუდოს მეშვეობით სწავლობს ცხოვრებას, მეგობრობას და საკუთარ თავის რწმენას. და ეს არის ასევე ამბავი მწვრთნელზე, რომელიც მასთან ურთიერთობით თავადაც იზრდება. დემის და მის მასწავლებელს სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც განსაკუთრებით ელოდებიან ხოლმე მათი ერთობლივი ვიდეოების გავრცელებას, რომელშიც დემე ლექსებს ყვება. ილია ციგურაშვილი უკვე წლებია გლდანში ბავშვებს ძიუდოს სრულად უსასყიდლო დასწავლის, 10 წლის დემეტრე კი მისი მოსწავლეა გამორჩეული ნიჭით. დანარჩენს ნახავთ ახლა სიუჟეტში. ჩვენი ვარჯიში ზოგადად ლოცვით იწყება აქ სანთელს ავანთებთ ამაო ჩვენოს ვიძახით და მერე უკვე ვიწყებთ ვარჯიშს ოპა კოჩა ადექი ახლიდან არ წაიქცი ადვილად ეხა ცოტა გაუძალია Op, დაიჭირე დემე, დაიჭირე. კარგია. იხარია აქ მოსვლა? ეხარია. გასაკეთებ ხომი აქ რომ მოდიხარ ხომ? ეხა ვარჯიშობს. ემზადები. რაღაცა რა ვქენიო წეგან ილეთები რა ქენი? ილეთები დაამუღამე. ილეთებიც დაამუღავ. წავიდა. ჯიმე. კოჩა, დაიჭირე არ გაუშვა. ადექი მაგარი ხარ მაო დემე დაახლოებით 1 წლის წინ მოვიდა ჩვენთან თუ კითხვა იყო მივიღებდით თუ არა და რა თქმა უნდა თანხმობა განვაცხადეთ იმხელა სითბო და სიყვარული შემოიტანა წამოდი ყველანი წამო დემე რე ეხლა დაავიდე მიდი Opa, კოჩა. სუერთი სულიად რომ როდის მოვა შაბათი რომ ძიუდოზე მივიდიათ რობოდის საათები ზე პირად იცის უკვე და უხარეგერ ძალიან რომ გახარებული არის მაგხრივა. ჩემი სურვილიც იყო და რო გულშემატკივარდი ტელევიზორში ხო დემეტრეს მომყვებოდა და უხაროდა გავეკეთ. შესაძლოა გამოვიდა ესე და 1 ოჩა გამი კარგია ადექი ჩაარტყი ჩვენს გუნდში ყველა ბავშვი განსხვავებული და განსაკუთრებულია იმიტომ რომ ზოგი აი მაგალითად დემე ლექსებს იძახის ყავს გუნდში რომელიც მღერის რომელიც უკრავს რომელიც ცეკვავს ყველას აქვს თავისებური ნიჭი და რავი მე მოხარული ვარ რომ აქ ვარ და ერთად ვარ ვინა ვარ ჩვენ ერთმანეთს მაგაშები ვარ. ძმაკაცები. აი ჩემპიონები როგორ წყვებიან, ისე უნდა მოყვა ახლა, მიდი. დავითის ნაგებს იხეზე. სამეფო დროს აფრინალებს ღვთის განკუთხედ აზე. სამწუხაროდ რა უნდა წიალებს ხელს ევთხოვოთ ერთობა ერშულოვნება ერისა სრულად გამძლიანება ღვთისობით ეხადრა კაკა ოჩა ჩარტ იმხელა ლექსები იცის ფიზიკურად რომ აი ამასაკში მე შეუძლებლად მეჩვენებ რა ხელები ხალო ეგრე მოგესი ისე კავკავშილის კაფიშა ლაშქარს კლაუხის ნახი დისიხი თამარ მეფისა თოს ევთხოვოთ ერთობა ერშულოვნება ერისა მოდი უნდა ჩამოგართო ხელი არა უშვს გიგარი
მეხსიერება, აი ლექსების სწავლის მეხსიერება არ ნახული რა. ბევრი მომენტი მქონდა შემთხვევა, რომ სოფელში და იქაც რომ და ეს რო თამაშობდა და სხვა ბავშვი სწავლობდა, ეს იმახსოვრებდა იმის ლექსებს. სახშიო ილეთები დავამუღამეო რომ მითხარ, რომელი ილეთი იყო რაც დაამუღამე? მოგვერდი? აბა მიდი ვაკეთე. უსასრულოდ შემიძლია დემეზეც და ჩემს მოსწავლეებზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემი შვილები ვით მიყვარს ყველა, ჩემი შვილიც აქ ვარჯიშობს და ზოგმა მშობელმა არც იცის რომ ჩემი შვილი აქ ვარჯიშობს, იმიტომ რომ აქ რო შემოვდივარ ფიზიკურად თავს არ ვაძლევ იმის უფლებას რომ განვასხვაო. შენ რამდენი ილეთები გწოდნი? ადექი. სიტყვას შეუძლია რომ ადამიანი მოკლას ან мотиваცია მისცეს. განსაკუთრებით როცა ბავშვებთან არის ურთიერთობა, მე ვცდილობ რომ ღმერთს ვთხოვო რომ შემაძლებინოს მათთან სწორი კომუნიკაცია. სკოლაში არ იჭიდაო იცო. შევთანხმდი? ჩარტი. რო გავიგო რომ სკოლაში იჭიდაო, ეგრევე მოგაზრობ შავქამარს. კარგი, წავიდა. ჩემზე გაიმარჯვა ორჯერ მქონდა შეხვედრა ვიჭიდავეთ და აქ ეხა იკითხა ვინ არისო დარბაზში ჩემპიონიო და მოვიდა ჩემამდე და მე მინდა რომ ჩემპიონი დავამარცხო და ორჯერ დამამარცხა და შევპირდი რომ შავქამარს მოგცემეთ. და შავი კამარი უკეთია, ეხლა შავი კამარი დაიმსახურა, ოღონდ აქამდე სკოლაში ჭიდაობდა ხოლმე კლასელებთან ერთად და ეხლა უკვე პროფესიონალი რო გახდა, შევთანხმდით რომ უკვე დარბაზის გარეთ ჭიდაობა ეკრძალება შავკამრიანს, ხო ეგრეა წინ? ეგრეა. 8-მათთან დაკავშირებით დაურიგოთ ყვავილი. აჰა, ერთსაც დაიჭე? მომავალ ჩემპიონი. მეც განსაკუთრებით ველოდები ხოლმე შაბათ დღეს, იმიტომ რომ დემე უნდა მოვიდეს, დემეც მელოდება მე რომ ახალი ლექსია ნასწავლი და ესე უნდა მოვუყვეთ საზოგადოებას და მოხდა ისე რომ რაღაც 3 შაბათი ვერ დავემხვიეთ და მესამე შაბათს რომ მოვიდა საყვედური აქვს რომ უკვე 3 ლექსი მაქვს მომზადებული. მოვყვები. მინდა მოკითხვა გადავშე სემ პეტერი ბებოს, რომელმაც ბევრი ლექსები მასწავლა. დემეტრეს ვიცოდი რომ ჯერ უნდა ივარჯიშოს ძალიან ბევრი, უნდა ივარჯიშოს ფიზიკურად, არის აუცილებელი დემეტრესის რომ ივარჯიშოს ძალიან ბევრი და მოусმინოს მასწავლებლების დარიგებას. პირველი ესა. გაიმარჯვა დემეტრე. ჩამოვართ ხელი. თუ რამე ადამიანის გააჩნია პირველი ღირსება არის, ღირსეული კაცი უნდა გაიზარდეს რა. ნამდვილი ჩემპიონი ხარ ძმაო, რა ეგ არის რა. ვარჯიშმა თავის შედეგი გამოიგო. აბა რა ძმაო. ჩარტი.